მოგესალმებით, მე რატი დოლიძე ვარ, ეს გადაცემა რატის ბლოგია. ახლა ვიმყოფებით ლაგოდეხში, სოფელ აფენთან მდებარე კერძო სამონადირო მეურნეობაში სათევზაოდ ჩამოსული ბატონ თეიმურაზ ტყემალაძესთან. აქაურობა ძალიან მიყვარს, მე ხშირად თევზაობ ხოლმე, საკმაოდ მდიდარი იხტიოფა უნდა გვაქვს აქ და დღეს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ ჩამოსვლა და გვენახა თუ რას დავიჭერდით. იდეაში გვაქვს რომ დავიჭიროთ კარპი, კობრი, თეთრი ამური, ლოქო, ფარგა, მოკლედ რაც კი იხტიოფა უნდა ყავს აქაურობას, ყველაფრის დაჭერას ვაპირებთ. დათო მენთეშაშვილი, ჩემი გულითადი მეგობარი, დიდი ხანია სხვათა შორის მე და დათო სათევზაოდ არ წავსულვართ ერთად და დღეს გადავწყვიტეთ რომ ერთად წავსულიყავით, ყველანაირად ვეცადე რომ დათო ჩემ გვერდით ყოფილიყო და გამიხარდა და გამიმართლა კიდეც. უკვე საკმაოდ ცნობილი მეთევზე, ყველასთვის საყვარელი და ადამიანი, რომელიც უანგაროდ ემსახურება ამ საქმეს. ადამიანმა, რომელიც თითქმის ყველა მეთოდით თევზაობს და საკმაოდ კარგად და ხარისხიანად. როგორც აღვნიშნე, დღევანდელი ჩვენი გეგმა არის რომ დავიჭიროთ ლოქო და ფარგა და ასევე კარპისებთა ოჯახის წარმომადგენლები. ასევე სპინინგით ვაპირებთ უკვე შუა დღისკენ რომ გადავიდეთ და ქაშაპიც მოვსინჯოთ. როგორც ნახეთ, ბევრი ქაშაპი ყავს და მაგ შანსის არ გამოყენება დანაშაული არის, იმიტომ რომ დიდი სიამოვნებაა სპინინგით ქაშაპზე თევზაობა, უკვე სიამოვნება ნამდვილად. შენ დღეს როგორ აპირებ თევზაობას, მოდი ეგ გითხარი. ამ ტყაზე მე და შენ პირველად არ ვართ, მაგრამ ბევრი წლის წინ ვიყავით. და გახსოვს რა ტკბილი იყო მაშინ და თითქმის ყველაფერი დავიჭირეთ მართლაც. მოკლედ, იქიდან გამომდინარე რომ როგორც შენ აღნიშნე, მრავალფეროვანი იხტიოფა უნდა ყავს. შევეცდებით რა თქმა უნდა, რაც დაგვეჭერინება, იმას დავიჭერთ, მაგრამ არჩევანი გვაქვს საკმაოდ დიდი, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდი რა. რაღაცას ფიდერმენებისგან გამოვიყენებთ, ფლეტ მეთოდით ვითევზავებთ, რახან კობრი ყავს და არ ვაპირებთ დიდხნიან სესიას არ ვრჩებით და ერთი დღე გვაქვს მხოლოდ სრული რომ ვითევზავოთ, ამიტომ ფლეტ საკვებურას გამოვიყენებთ, იმიტომ რომ სწრაფი მეთოდია და არ ჭირდება ბევრი დაკვება და ლოგდინი. ცოტას დავესესხებით კარფის შერევსაც, ესეთ მიან მონტაჟზე მოვსინჯავთ თავიდან, მერე თუ არ გაამართლებს კერძზე დაუვდეთ მხოლოდ სიმინდს და რამდენიმე სატყუარას გამოვიყენებთ რა, ბოილებს, სიმინდი გვაქვს, ჭიაც გვაქვს, წითელი, თეთრი. რა ვიქნე მოვაწონოთ რამე. და ფარგა, რა თქმა უნდა, ფარგაზე მოვსინჯავთ სპინინგით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ 1-2 ჩატყვა მაინც მექნება ფარგი. დილის 3 საათზე გამოვედით და სამწუხაროდ მაინც სანამ თბილისიდან გამოხვალ და სანამ ჩამოხვალ ცოტა შევგვიანდით, მაგრამ მაინც მე იმას დავიტოვებ რომ ლოქოს დავიჭერ. ლოქოს აქ უყურს ძალიან ბაყაყი და ცოცხალი თევზი. ცოცხალი თევზი, კი. ასე რომ ხა ძალიან საინტერესო მეთოდი დავიჭირეთ ცოცხალი თევზი. ვიხელავეთ. ხელაობით დავიჭირეთ ახლა ცოცხალი თევზი. და პირველ რიგში ვეცდები და თორე ახლა გადავაგდო ჩვენი ცოცხალი თევზი, სატყუარა, შემდგომში კიდე მეც შემოგიერთდები და ასევე ტივ-ტივითაც ვაპირებ დღეს თევზაობას შეწარმოედგინე. ლაშა კოტრიკაძეა ჩვენთან ერთად წამოსული. ლაშა როგორც ტივ-ტივის კი ნამდვილად ტივ-ტივის გარეშე მგონი არ მინახავს. მეც არ მინახავს არასდროს. ასევე ვახო მახათაძე არის ჩვენ გვერდით. ვახო როგორ თევზაობს, ოღონდ მე არ ვიცი დღემდე, ვერ გამიკვირვე რაღაც თავისი ისი გერმანული ისინი აქვს სტილი. ალბათ გავიგებთ მე დავეწევით ჩვენს ნენელა და შემოგიერთდებით. ახლა მე ერთი სული მაქვს, როდის გადავაგდებ ანკეს. წელს ვაგდებ პირველად ანკეს, არ მითევზავია. ასე რომ წარმატება მე და თითოეულ ჩვენთაგას. აქ შორისროლა ნამდვილად არ გვჭირდება, იმიტომ რომ სიღრმე აქვს აქ. მე ხედავთ იქ პატარა კუნძული გვაქვს. იქ უკვე ძალიან დაბალი წყალი არის და მიახლოებით აი 20 მეტრა, 30 მეტრა მაქსიმუმი ჩვენი სასროლი არეალი დისტანცია. ამ სიღრმეზე ახლა წესით უნდა გვედგეს თევზი. მაინც ახლა პირველი კარპისებთა ოჯახისთვის გადავაგდე. აი ახლა კიდე ჩვენს სატყუარებს დავუყენებ ლოქოს. ფარგაზე მერე კიდე სპინინგით მე და ბატონი დავითი ნელ-ნელა გავუყვებით. და თუ უკვე სკმუტავს ერთ სული აქვს, როდის წავა სპინინგით ფარგაზე. აკაი სურნელები ტრიალებს, არომატი არის რაღაცა შვერიერი. ფრაქცია ძალიან კაია. მოკლედ, აქ არის რატი
გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი წვრილი თევზი ყავს. რამდენიმე დასაკვებია წვრილი ფრაქცია მსხვილიც, მაგრამ ძალიან ბევრი შეურიეთ, ეგეთ სტრატეგია გვაქვს, სიმინდი და პელეტსი, ეგრეთ წოდებული. წვრილი თევზი ამას უცბად გაანადგურებს, მაგრამ მსხვილ ფრაქციას ვერ აიღებს რა. დარჩება ფსკერზე სიმინდები და პელეტსები და დარჩება დასაკვების სუნი. როგორც ვიცი, თევზები სუნს ძაღლებზე ბევრად უფრო უკეთესად ზნობენ. რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ გაამართლებს. სუნი ნამდვილად კარგი აქვს და სტრატეგიაც ასე თუ ისე გვაქვს. შეიძლება კიდევ უფრო მსხვილი ფრაქცია დავამატოთ, ან რამე შევცვალოთ. ფსკერთან მიახლოვებული ფერი აქვს თითქოს და რა ნახოთ. სოლომონ ტყემალაძე აქაურობის გული და სული. ეხლა ვაპირებთ ბატონო სოლომონ თქვენს ტბაში რო ლოქო დავიჭიროთ რა, ასე რო ითქვას. ხო და მოდი რა შენ უკეთიცი როგორ უკეთებ ეგრეთ წოდებულ ჟივეთს. ეგრეთ წოდებულ ჟივეთს. ხო და მოდი და იქ აუხსენი ჩვენს მაყურებელს. და ორი ხერხემალი არ დაუზიანოთ. უკანა ნაწილში და მე კი კარგად ვიცი როგორც მაყურებელს ანახე ზუსტად როგორ აი ხერხი შეხედა დააკვირდით კუცსა და всё. შვენივად გამოიყურება. ახლა მეორეც. შვენიერი. ეხლა მთავარია ეს თევზი ცოცხლად შევინახოთ ახლა. წალს უნდა დაუბრუნოთ დროულად და ეგ არის. კარგი, წავედი აბა ვისროლე. წარმატებები. რატი? ჩვენ ჩაურზანებოს ერების მიწოწყალზე. მოუვარდებო. დახვედრას ტრადიციულად და რა ვიცი. მრავალი ასეთი კარგი და ლამაზად გამოგცეს მე. დამოცილები გაყოფოთ ბიჭებო მე. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩახუტებას გამარჯოს ამ ლამაზ ბუნებაში, ამ ლამაზ გარემოში. ეს არ არის თევზა, ესა თევზაობის თავარი. ხო, სამაშტარის ძუ. არა, იყო. თუ არ მოხდა ეს ყველაფერი თევზს ვერ დაიჭერდა. ასე რომ ზანის უფროსებმა რომ ამის გარშე არ გამოდის ვარაფერი. ესია. Buongiorno, noi. Prego. ანგარიში გაიხსნა, ფოტრიკაზე შეძროლა პირველი კარჩხანა ამოიღო. სხვადასხვა კარგი ზომაა. ახლა მოკლედ მე და დათომ გადავწყვიტეთ. პასიურია ჯერჯერობით თევზი საღამოს იმედი მაქვს. ახლა გადავიდეთ და ქაშაპზე ვოვსინჯოთ. აუცილებლად. აქ გვაქვს ჩვენ პატარა ყურე, სადაც არის შემომავალი მდინარე, შემოწდა იქ უდგას ქაშაპი. მათ მოусინჯოთ ახლა. აბა ეს რა? ეს არის ღორი. ახი, აი აქედან შემონასწრელი. კარგად ყავს აქაურობას, ახი ძალიან დალოცული ადგილია, ძალიან ბევრი დახია გამივა. მოკლედ სად რა გაიქნება რა? ო, ქაშაპიც საინტერესო ობიექტია სათევზაო. მე ძალიან მიყვარს ინილზე განსაკუთრებით ჩართმობი აქვს ფანტასტიკური. თევზი იგრძნობა დემის დაწნასავება. ნახოთ მოусინჯო და მე დაუბრუნდებით თვითონ. დათო გახსოვს ეს ადგილი? აი აქ იყო ზუსტად, აი ამ ადგილას იყო 10 წლის უკან მე და დათო აღწევდით. ძალიან მაგარი შედეგი დავდეთ, აბსოლუტურად. ყველა სახის თევზი დავიჭირეთ, რაც კი აქაურობას წავს. და წამოვიდა მაგარი წვიმა. ავილუპეთ, მაგრამ ყველი მოგონება დარჩა. მოიცა თევზია. რა ზუსტია? რამდენი ვატი გადის? აგაჟღავნოს.
ეს არის ძალიან საინტერესო თევზი. ეს არის ეგრეთ წოდებული კორეული კარპი, რომელიც დაждდა. ძალიან საინტერესო. მეორე სახელი აქვს ამას ლანცეტა. მადლობა დავით. აი. ეს ყანყალაზე აიღო ლანცეტა. სხვადასხვა ძალიან დურ შამაიაში ეშლება ეს თევზი. აი შეგიძლიათ კადრში კარგად დაინახოთ. შამაიაში ეშლებათ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ გემოზე არის ძალიან გევრიელი. ნორმალური ზომა, ამას დიდებით იზრდება. აქ აქვს ძალიან ბასრი მაქაც აქეკლები. რა აქ აქვს ძალიან ბასრი კიდეებზე რა კიდეები აქვს ბასრი და ხელს ჭრის ძალიან ცუდად. შეიძლება არ ეტყობა, მაგრამ შეხების დროს ზმოყრა. აქვს აქლებია. ძალიან ძვლიანი პირი. აი ზედა ის განსაკუთრებით და რთული გასახურეტია რა, ემსკავისთვის. შიგნიდან ძვალი აქვს. ამიტომ ხშირად ხდება, რომ გაქცევებია რა, კიდეზე წამოედება. განახნარი რომ ნიკაპს ადებს. სატყუარას. მანდაც არის ხოლმე რომ ნიკარი გიკაჩერდი, ნიკაპით იჭერ. და არა პირით. მაგრამ იგი ციტულება დაჭერილად. ესე უკეთებს შეტევას, თავიდან ამას დაადებს ნიკაპს. სატყუარას და ეს ხელში იგზნობა სპინინგზე. ანყალაზე ფარგა. დათო, იცი რატომ ყავს ეს ადგილი? თუ არ მოდის, მაგალითად, კარპისებთან ოჯახის წარმომადგენლები, აუცილებლად შეგიძლიათ სადოს სპინინგზე. ქაშაპი, ფარგა, ასევე კორეული კარპიც რო დაიჭირო სპინინგზე. ხო, პირველი იყოს ჩემ შემთხვევაში ფოტოშორის ლანცეტის დაჭერა. ხო, იღებს ხოლმე. პერიოდულად იღებს რა პატარა ანკალაზე და მიდიდებულზე, პატარა ზომის ანკალაზე. ერთ-ერთი იშვიათი ტბაა ფოტოშორის კახეთში, სადაც ფარგა ბინადრობს რა. მე სხვა ტბები აქ გარს გამიგია, რომ ფარგა ყავს. 6-7 წლის უკან თემურ ყემალაძემ გაუშვა აქ ფარგა და უკვე კარგი ეგზემპლარებია. სამწუხაროდ ჩვენ არ დაგვიჭდა ჯერჯერობით ის კარგი ეგზემპლარი, რომელიც აქაურობას ყავს, მაგრამ არის ჩანსი და ვიმედოვნებს. ხო, ორიდან ზევით უკვე რომ ანკეს მოსძროს რა და ასე რომ გონიშვენიერი ბრძოლა უნდა იყოს. ეგეთი მონსტრი კარად აგიждდება ანკეზე. ერთი სიამოვნება. ფოტოშორის ყველა თევზს ეთყობა, ქაშაპი რო ქაშაპია, მე და შენ მოусინდით ქაშაპს და ძალიან ცოტა ხანი აქტიურა, მართლა კაი ჩარტყნები და ქონდა ჭერა, მაგრამ ერთი 7 ჩარტყმა მქონდა მე, მაგრამ არ ჯდებოდა რა ხო. ცოტა პასიურადაც იღებდა ამ ხარბათს არ უკეთებდა თავდასხმას. მაგრამ დღეა ეგეთი და რა ვქნა, ჩვენი მგალი მე ახლა ცოტა ხანი, შენ ცოტა ხანი დაისვენე, შენ არ დაგისვენე. დათო რო თევზაო და მე ძინა, ასე რომ ჭკვიანი კაცი ვარ.
ეხლა დათო შენ დაიძინე ცოტა ხანი მე ვიაქტიურებ სპინინგზე იქნებ შენი წყალი გადმომესხას მე დავიჭირო კიდე რამდენიმე ფარგა ოღონდ უფრო დიდები და შენი იმედი მაქვს დღეს შამანობები უნდა ჩაატარო და კარპები უნდა დამაჭერიო სხვა გზა არა გაქვს ნაუ ცადოთ რატო სადაც რაც გამოვა ყოველ შემთხვევაში დღე შედგა რამდენი ფარგა შენც დაიჭირე მეც დავიჭირე არაერთიც არის უკვე შედეგია რა ამას ველოდებოდით აუ არ გაიქცე ჩო გამბადე მინდა სად არის რატისთან გაუ გავიქცები თუ დაიგაკავებ კუტუზი არის ვერა ვიყარ ხელით თუ დაიჭირეს გამორთვე და რატიმ რომ მოიტანოს ოღონდ ხეებში არა მიჭირება ამბიში საუ ვაუ მაგარიზო აი ალიან მაგარიზომა დათო ვესეგი დაიწერა და ენერგაიზერი გაიჭდა ვიქო და ორტაჟი დატენა თავისი ბატარეები და დაიჭირა შვენიერი ეგზემპლარი აჰა დათო გულოცა ალბათ ალიან არ ველოდებოდი ნამდვილად კარგი მოიკლავ ეხა თავს შენ გემაცონა ესეც დათო შენი ვობლები ამიხმარები მაინცადე თუ გამბადე მოთხრა პატარაა მაგრამ მაინც ჩოქიც საერთოდ კარგი არის აჰა ვობლერზეც დავიჭირეთ აუზაზე რა კარგად იცის ეს რა ეგ უკეთესია ვიდრე წინა ცოტა გავზარდეს უკვე ამასობაში ეგ არის ოხოდი ჯიგარო არა ზმოუ რასაზანი რისაზანი აი ხლა ფარგა ბევრად უცნობ ფარგა აქიუროზა ნამდვილად გონი გადმოვერთ თავიდან ბოლომდე ფარგაზე თევზო ისაკესები და თუ ასაკესი გოს აშკარად დასატოვებელია ნუ ესეთი კენკვა ფარგის ხშირად არ ხდება რა და აუ მე მგონი უნდა ვისარგებლოს აუ ეს ზოგია ფარგი დავიწყეთ ფარგი დავამთავროს შენ ხაშაპით დაიწეს დაი ესეც მიახლოებით კილო შვენიერი ეგზემპლარი ჩამეთვალა ჩათვლადია შვენიერი ეს ალა ბეკაპში დღეს ვანებებ თავს აშკარად ფარგაზე გადავერთეთ აი რომ მომკლავ საშინელებაში ვერ ჩავალ ეხლა და მოვაღარ აგ რა გული გაქვს როგორ ჩადიხარ ამერო ბაქტერიები აიკიდო მაგარი სისულელეა მაგნებს კავის გამო ნებისმიერი კავის გამო ხა აქ ჩასვლა თან ახს უეკლები არის დათოს ნემსკავის დედა დათო იყო ზანა ნემსკავია ხო და დათოს ნემსკავს ვერ დავტოვებო და ჩასული არის მამაში დაატრიალე თიცი არ გამოგედოს მეს კამერა რო ჩამორდო და ამის გამო არ ჩავიდოდი მანდ არ ჩავორდა აი ესო ჩამორდო და არ ჩავიდოდი
ოპო. აი საღამოს პირით მოვიდა და თევზიც გააქტიურდა. როგორც აღნიშნე, ფარგან ძალიან მასია მონამათალების აი აქცენტი დათოს მასალები ფარგაზე ქონდა და მეც ფარგაზე მქონდა თავიდანვე გაკეთებული. სამწუხაროდ, ნუ ლოკოსის რა თქმა უნდა გვიანი იყო უკვე. ლოკოს შანსი აღარ ქონდა, მაგრამ ეხლა დავიჭირეთ. ო, ეს არის ჩვენი კარასიუს. აი სხვადასხვა ძალიან კაი ზომა არჩხანაჟდება აქ. ჩოგანბადე მომიტანე რა. ეგ ჭიაზე გააქტიურდა სიმით ჯერჯერობით. საზანი არ ეკარება, მაგრამ მაინც იმედს დავიტოვოს და ცოტა მადლობა ბატონობაში. აქტიურდება. ესეთი გოჭუნია კარჩხანები ისდება. ფეროვნება მოიწოდა და რა კარგი გოჭი არის, შეხედეთ ხო? ძალიან მაგარი გოჭი არის. ეს არის ფაქტიურად ალკის კარჩხანა. რო კარგ ზომაში ითვლებოდა, ესეთი კარჩხანა არის ზუსტადაც რა. ფიდერი ჭიაზე მოვიდა, ჭიაზე აიხო, აი. შეხედეთ რა კარგი ზომა არის. სარკი არის. ოუ, ლაში რა კარგი არის, შეხედე. ეს არის ჩვენი სარკე. ესე იგი, გილოცავთ ვახო მახათაზე ჩემი კარგი მეგობარი ადამიანია, რომელსაც უანგაროთ უყურა და უანგაროთ მიყვარს. ერთი ადამიანია საქართველოში, ვისაც ვიცნობ, რომელსაც აქვს გერმანიაში გამოსვლა ჩაბარებული მეთევზის. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ენთუზიაზმით ტყბება, სათევზაოს როცა მოდის, შეიძლება თევზი არ დაიჭიროს, მაგრამ ფოტოები გადაიღოს. მოკლედ, უნიკალური ადამიანია ნამდვილად. და დღეს ვახო მომეხმარება ჩვენი ფარგას მომზადებაში. ვახო, გამარჯობა. როგორ ახარ? ცოტა შევიბრაწე, სადმეტი მომივიდა მზეს გულზე დგომა, მაგრამ ვისი ამონით, საერთო ჯამში ყველა სახეობის თევზი მოვაგროვეთ. ფაქტია. იდეა რაც იყო დღევანდელი დღეს შედგა. დავამუშავოთ და ეხლა განახებთ ფარგა როგორ მუშავდება, ესე იგი გვაქვს ჩვენ რამოდენიმე პრინციპი, შეგვიძლია ფარფლი მოვაცალოთ, მაგრამ რთული არის საკმაოდ ფარფლის მოცლა, საკმაოდ სხვილი ფარფლი აქვს. შეგვიძლია ფარფლიანად შევწვათ, ეს არის საკმაოდ საინტერესო მეთოდი, ეს შემდგომში შემოგთავაზებთ ამას აუცილებლად და ასევე შეგვიძლია გავატყავოთ და ფილეები ამოვაცალოთ. და შემდგომში კიდე ბატონი ვახო შემოგთავაზებთ თუ როგორ მოვამზადებთ ფარგას, ეგრეთ წოდებულ რუსულად სუდაკს. ჯერ ვიწყებთ ფარფლების მოჭრას, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ფარფლები აქვს. ჩაჭერი ორივე მხრიდან, აქედანაც, იქედანაც ამოვწი. აჰა, პროფესიონალ. რა თითის გერმანიაში ესე გასწავლეს ეს ყველაფერი. ეგარ მისწავლე გერმანიაში. გერმანიაში რა გასწავლეს გეხოცები მომიტანე. გერმანიაში მასწავლეს როგორ იჭირება, უნდა დაიჭირო რა სახის თევზის დაჭერის უფლება გაქვს, როგორ უნდა გააზომო, როგორ იკვლება თევზი, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენო, გათიშო თევზი, რომ წამება, ტკივილი არ მიაყენო წამებით. ხო, ესე იგი მე როგორც მახსოვს, ბადის გამოყენების უფლება არა გაქვს. რომ ბადაში ჩასვა თევზები. ეგრეთ წოდებული სადობის გამოყენების უფლება არ გაქვს, ტანჯვას აყენებ თევზს და ეს ისჩევ. კიდე გათიშო თევზს და დაკ.
შენ გენაცვალი რა ხერხემალია მოუგდო შეხედე რამდენიმე ვარიანტია დამუშავების ერთი ვარიანტს რატი ამზადებს აგერ წყაროს აძროს და ფილეს ამოვიღებთ ალბათ სხვათა შორის როგორც ასეთი ფარგა საკმაოდ გემრიელ თევზად ითვლება ძალა ერთობაში არისო ნათქვამია კუდი მიეჭრება რა თქმა უნდა მეორე მხარესაც იგივე თითქმის ფინიშში გავდივართ უკვე შეზავების პროცესი გვაქვს შევაზავებთ ორი ვარიანტი ვცადოთ ერთი ლიმონით მე გენდობის შენ თავიდან ბოლომდე მოკლედ როგორც შენ გადაწყვეტ ისე გავაკეთოთ რა ნატურალური გემო რო ქონდეს ლიმონი დავაწევთ მე შემძვარს ერთი შევაზავოთ სანელებლები და ისე დავაგემოთ დაიწყეთ ფოტოშორის მინდა აღვნიშნო რომ ძალიან გემრიელია და კანგაცლილი არის ბევრად გემრიელი ბევრს მოწონს ხოლმე რომ კანიანად წავს დაბრაწავს მაგრამ კარგი არის კანიანს როცა წვავ ნახშირზე აი ეგეთ იმაზე როცა ტაფაში ეხლა ტაფაში ვამზადებთ ამას ტაფაში რომ ვამზადებთ ძალიან კარგია როცა აი ესე გაატყავებთ სუფთაზე და უკვე ფილე ნაჭრები არის და პირდაპირ შეგიძლიათ მივირთოთ მოვაყარეთ პაპრიკა შემწვარი თევზის საკმაზი ასე ინდივიდუალურად შეგვიძლია მომზადოთ ნებისმიერ ქართველებს შეგვიძლია გვაქვს მაგის ფანტაზიის უნარი მარილი რა თქმა უნდა მამა პაპურად გივრილად აყრის კაი ხაშლამის ნაჭრეს და მარილი არ უნდა დააკლდეს ყველაზე მთავარი თუ მარილი დააკლდა თევზს მე მგონი უიმური გამოდის ასე ეს არის ერთი ვარიანტი მეორე ვარიანტი მოვაყაროთ მარილი დავბრაწოთ და მე ლიმონის სვენ დავასხამთ. წავიდეთ მაშინ გადავინაცვლოთ იქით ამ ხარეს. აი შეზავებული ფილეებს ვაწყობთ. შეთი გავაწყელებთ რა თქმა უნდა. ერწყმები მომადგა, შია, ვახო. აუ რა კაი სუნები ამოუშვა უკვე. კარგით, ეხლა დაველოდოთ პირველი პარტია შევწვათ და მე უკვე მეორე პარტიას ერთ შევწვათ. სუნელებია შეზავებული და მეორე შევწვათ ლიმონის სვენი. ხო არა დაგვრჩენია, დაველოდოთ. როგორც ვთქვით, ორი სახეობის თევზი შეზავებული და შეზავების გარეშე ლიმნით, ლიმონის სვენით და სიურპრიზად ქონდა შემორჩენილი ერთი სახეობა დავამატეთ და ამას ვინახავდი სიურპრიზად, თევზი ოპოპი თქვია ამას. შემწვარი თევზი ოპოპით. აუ, რაღაცა ძალიან კარგად გამოიყურება. რონი, შედგა დღევანდელი დღე. არის ფარგამ დღეს ძალიან მასიამოვნა. იმიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტბა იმიტომ მიყვარს, რომ თუ სიტყვაზე კარპისჭერა არ არის, შეგიძლია ფარგაზე გადახვიდე, შეგიძლია ქაშაბზე გადახვიდე, შეგიძლია ლოქოზე გადახვიდე, თეთრამურზე გადახვიდე, კარჩხანაზე გადახვიდე, მდიდარი არის აქაური ფაუნა და მივესალმები ესეთ მოვლილ და ლამაზ ტბებს ყოველთვის. მადლობა მინდა მე გადაუხადო უპირველეს ყოვლისა თეიმურას ტყემალაძეს, მე მინდა ჩემს მასპინძლის მამაშვილს, გემრიელთა ტყემალაძეებს, გემრიელ ხალხს თან გადაყვა ეს ხალხი, თან გადაყვა. ასე რომ ახლა ძალიან მშია და მე კიდე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.